ტროფიკულ წყლულზე რა სიტყვით? ამის გამო ოპერაციაც კი გავიკეთე 3 წელია, მაგრამ არ მირჩება. ტკივილები მაგიჟებს. დღემდე უმკურნალობ, მაგრამ შედეგი ნული. ძალიან საინტერესოა რომ მოვაყოლოთ ამ ადამიანს რითი მკურნალობს. და ძალიან მეეჭვება რომ ის სწორად მკურნალობდეს, რომ ტროფიკა ნიშნავს კვებას. ტროფიკული წყლული ნიშნავს რომ კვება არის მოშლილი რაღაც უბანში, ეს არ ვიცი რა ადგილას ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს, ხო, წარმოშობილი და ამის გამო რაღაცა ნაწილები აღწინება გასულს ერთ-ერთ ვიდეოში ავსენი ჩვენი კაპილარია ზონისა და ერითროციტი გლიკირებულია და თრომბავს ხო. როცა ერთ ზონაში ბევრი დაითრომბა, ასეთი ის ნაწილი იმ ნაწილში კვება მოიშალა, ტროფიკა მოიშალა და მოხდა ამ ნაწილის ნეკროზი, ანუ დაზიანება, უჯრედები განადგურდა, დანეკროზდა, დაიშალა, მოხდა ამ ქსოვილის რღვევა. ტროფიკული წყლული პირველი რითიც უნდა გავაკეთო, რადგან მიზეზი არის სისხლის მომწვევის მოშლა, ამის მიზეზი უნდა მოაცილო ორგანიზმიდან. დარწმუნებული რომ ეს პაციენტი თუ ამდენი წელი წვალობს და კურნალობს და შედეგს ვერ იღებს, ნიშნავს რომ იკვებება პირდაპირ და არაპირდაპირ შაქრებით, რომელიც ამ ცირკულაციას უერთავად არ ღვევს და განგენითი პროცესი არ მიდის. ანუ ჩავიტარე ოპერაცია კიდევ მკურნალობა, ოპერაცია არ არის გამოსავალი, ოპერაცია არის შედეგის მოცილება, ანუ მტარი ქსოვილი მოაცილოს, რომ არ დაჩერგებულიყო ინფექცია არ დასულიყო, სწორია. მაგრამ კვება უნდა აღადგინო და კვება რო აღადგინო, ესე იგი, იქამდე რასაც აკეთებდი, თუ აქამდე მოგიყვანა, თუ იგივეს გავეძელებ, ისევ აქ ეყოლები, ხო, სულ ერთად დაქტოებს და უკან ვერ დაბრუნდები. როდესაც გინდა რომ ახალი მიმართულება აირჩიო ცხოვრებაში, ახალ გზაზე დადგე, ძველი გზა უნდა მიატოვო. ანუ კვება უნდა შეცვალო. აუცილებლად ისეთი კვებაზე უნდა გადავიდეს, რომელიც ცირკულაციას გამოასწორებს. გლიკოჰემოგლობინზე ანალიზი უნდა იკეთოს და უნდა ნახოთ, მისი ანალიზი 4-ის ზემოთ არ უნდა იყოს. არათუ აი ნორმაში 5.6 მაქვს ერთმანეთთან ნორმაში, მაგრამ არა ნორმა. კვება უნდა გამოასწოროს, პირდაპირ არაპირდაპირ შაქრები ამოიღოს, ომეგა-6 ზეთები ამოიღოს, რომელიც ანთებებს იწვევს. როგორც კი ცირკულაცია აღდგება, რეციდივი აღარ ექნება. ეს ქსოვილი ოპერაციის შედეგად რაც ხა ნაწიბურით აღდგა ალბათ სავარაუდოდ, იმას ეხა ნაწიბურს ვეღარ მოაცილებ, ვეღარ აღადგენ. დახოცილ ქსოვილს უკტარცოლის უკან ვერ დავუბრუნებ. უბრალოდ ახალი რეციდივები სხვა ადგილებში არ მოხდეს. ყველა ვარიანტი რადგანაც ერთხელ ზარი დაგირეკა და განახა ორგანიზმი გადარჩი და იქ რაღაცა არ წავიდა განგრენა, ნეკროზი და უბედურება და მარტო ესე შემოიფარგლე ერთი ოპერაციით და ასე შემდეგ. ეხლა მკურნალობის მეთოდი არის კვების შეცვლა. და კი ბატონო, შეგიძლიათ დაამატოთ ბადები, რომელიც ცირკულაციას კიდევ უფრო გაუმჯობესებს. რომელიც შედის რესვერატროლი, მაგალითად ითერნიტი, შედის ომეგა, სუპრაომეგა, რომელიც შედის კოენზიმ Q10. ხო, იგივე რომ შეიძლება ფუკოიდონი, რომელიც ამავე დროს ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ ეფექტსაც მოგცემს. შეიძლება HP-ლი, შეიძლება თქვა იმუნომოდულატორებიდან ინფლუენსა, ევენჯერი, თუ ჯერ კიდე ინფიცირება, თქვა სახეზია, ხო? ამ შემთხვევაში იმუნომოდულატორები შეგვიძლია დავამატოთ. ამავე დროს საინტერესოა თქვა D ვიტამინის მაჩვენებელი როგორ აქვს. ხშირ შემთხვევაში D ვიტამინის დეფიციტიც არის განსაზღვრელი ასეთი უპრაღუნო ანთებების. და D ვიტამინი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ანთებების ჩაქრობის და მოხსნის. ასაგებია, ესე იგი სისხლის მიმოქცევა უნდა აღდგეს და კვება შეიცვალოს. ხო, D ვიტამინი K2 ვიტამინთან ძალიან კარგად იმუშავებს და K2 ვიტამინს აქვს ცირკულაციის გარკვეული აღდგენი ეფექტი და სიზარღურის ჩალაგებული კალციუმის მოხსნის ეფექტი, რაც ასევე ძალიან კარგი იქნება. მადლობა.